არ ვფიქრობ, რომ რამე ერთმანეთისგან განსხვავებული განაჩენი დადგება, ერთი ძალიან მარტივი რამ უნდა მივხვდეთ, რომ განაჩენი დადგება ისეთი, როგორიც აწყობს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების შენარჩუნებას. ეს არის ძალიან მარტივად, ეს ადამიანი ასე უდგება ნებისმიერ პროცესს, ქვეყანაში განვითარებულ პროცესს, არა სახელმწიფოებრივად, არა ისე, რომ ქვეყანას რაღაცა წარმატება ჰქონდეს, ქვეყანაზე არ იყოს ის რეაგირებები, რომელიც არის რეალურად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყველა მის ნაბიჯზე. არამედ აინტერესებს, რამდენად შეინარჩუნებს თავის მილიარდებს და უფრო მეტად გააგრძელებს გამდიდრებას და იმ კორუფციული ჭაობში ადამიანების ჩათრევას, რომლითაც მერე ფაქტობრივად ყველა ყავს მიბმული და ნებისმიერი განცხადების გაკეთება შეუძლიათ, რა ვიცი, დაფიქრების გარეშე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვდეთ ერთმანეთს და მათ შორის მსჯელობის ერთ-ერთი საკითხი იქნება საქართველოს. რა მოუძნები გაქვთ, რა მიმართულებით იქნება მსჯელობა და რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული საქართველოს მიმართულებით საგარეო საქმეთა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს არის ქართული ხალხის დამსახურებას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ყურადღება უფრო მეტად და მეტად იზრდება საქართველოს მიმართ, ქართული ხალხის მიმართ და კრიტიკა იზრდება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ. ეს არ არის დღეს დაწყებული პროცესი, ჩვენი პარტნიორები მუდმივად, როგორც ევროპარლამენტარები, ისე სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები, კონგრესმენები, ჩვენ მუდმივად ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის მხარდამჭერ განცხადებებს და სწორედ დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ექნება ის შედეგი, რომელიც უფრო მეტად мотивაციას მისცემს ქართულ ხალხს, რათა იბრძოლოს ქვეყნის თავისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოშორებისთვის. კიდევ ერთხელ არის ყურადღება გამახვილებული, რომ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების ახლანდელი კურსი, ევროკავშირი მზად არის მხარ დაუჭერს საქართველოს ხალხის ევროპულ მინისტრებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ. ასე ვთქვა, მოლოდინები როგორი ეს არის მნიშვნელოვანი განაცხადი. ჩვენ ხედავთ ხომ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპამ ფაქტობრივად ყურადღება აღარ მიაქციოს ჩვენს ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ისეთი სახელმწიფო და უკვე ამის საფუძვლები ჩაყრილი აქვს სამწუხაროდ ამის ასე ვთქვათ დასრულებული არა აქვს ეს პროცესი და ამ პროცესს აუცილებლად ხელს შეუშლით და აუცილებლად დასრულდება არა ქვეყნის განვითარება, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ის განცხადებები, რომელიც კეთდება იგივე ურთიერთობების დაალაგების მიმართულებით, თუ რა თქმა უნდა ივანიშვილი ხელს აიღებს იმ პროცესზე, იმ მოცემულობაზე, რა მოცემულობაც შექმნა დღეს ქვეყანაში. ხალხის ძალის განცხადებაზე ვკითხავთ, ევროკავშირის ერთ-ერთი წინააღმდეგ პარლამენტის გაარჩევის განცხადება და ამბობა, რომ მისი ყველაფერდება არის ეგრეთწოდებული დიდ-დეითის ქმედება და ის არის მისი წარმომადგენელი და რეალურად არასრულებს მისთვის დაკისრებულ დიპლომატიურ მოვალეობებს და ფუნქციებს. ისინი ასევე წერენ, რომ მისი ყველაფერდება არის ევროპული ორგანოების სრულის შეცვალა საქართველოს ხელისუფლება გამოხატულება. რაც ევროსკეპტიციზმის ძალიან აღვნიშნებს. როგორ შეფასებას დავიწყებ იმით, რომ ეს არ არის ხალხის ძალის განცხადება, ან რომელ ხალხის ძალაზეა საუბარი. ხალხის ძალა არის ის, რომელსაც ჩვენ ხედავთ ყოველდღიურ პროტესტში ქართული ხალხის მხრიდან. ხალხის ძალის განცხადება არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის განცხადება, ქართული ოცნების განცხადება, ის რომ ისინი თითქოს რაღაც გარკვეული პერიოდის წინ თითქოს ოპოზიციონერებად მოევლინენ ქვეყანას და ძალიან მალევე დაამსხვრიეს თვითონვე ის მითი, რაც შექმნეს, რომ არიან ოპოზიციონერები, მათი განცხადებები დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკიდან, დამთავრებული ევროკავშირის ქვეყნების სხვადასხვის და ეხლა ევროკავშირის ელჩის კრიტიკით დამთავრებული, თავიდან ბოლომდე არის ის განაცხადი, რომელიც განაცხადიც არის გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ფაქტობრივად ეხლა კობახიძე ილაპარაკებს თუ რაღაც ხალხის ძალის რომელიმე წარმომადგენელი ილაპარაკებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის გაწერილი მათი გეგმა, რომელი გეგმითაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ცდილობენ დააგრიონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. Anche con politikus čarevs opozicijas padažas, dezinformacijos kampanijos, asvea finiseta Evrokავშირის საელჩო ისეთ ორგანიზაციებს, როგორც ჩემბერში, სახელმწიფო და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. აი, შინაარსშიც რომ შევიდეთ. ასევე მოხსენიებული აქვს ტრამპი, რომელიც გამოდიოდა ლაპარაკობს ხოდიფსტეიტზე ამერიკაში მის დამარცხებაზე. ნახსენები იყო უკრაინა. აი, შინაარსში რომ შევიდეთ, რამდენად შეიძლება მათი ეს განცხადება რეალურად გამოსახავდეს, ასე რომ ვთქვათ, სიმართლე
ჩვენ ხედავდით მთელი ქართული ოცნების მმართველობის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში ჩვენ ხედავდით როგორ ფარულად თითქოს და ევროკავშირის მიმართულებით სულა, მაგრამ ფაქტობრივად რუსული საქმის კეთებას. ამაზე ჩვენ საუბრობდით ჯერ კიდევ 12-13 წლის წინ, როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ მისი განცხადებები, ნებისმიერი განცხადება ფაქტობრივად არის ჩვენი უფრო მეტად და მეტად დაშორება ევროკავშირთან და ის რომ დღეს კონკრეტულ რაღაც ბრალეულობას უყენებენ ევროკავშირის ელჩს, მაშინ არ უყენებდნენ ბრალეულობას, როდესაც ევროკავშირი თუნდაც იმ პროექტებს ახორციელებდა და აფინანსებდა, რომელთაც სახელმწიფო საქმეები კეთდებოდა. დღეს გახდა მეუღებელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ივანიშვილს ბრძანება აქვს მიღებული პუტინის მხრიდან, რომ უკვე ღია უნდა იყოს ყველა ის ქმედება რუსეთის მიმართულებით, რომელსაც ის ახორციელებდა მანამდე ფარულად და თითქოს ევროკავშირის გზით მიყვავდა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ყველა განცხადება მათი მხრიდან არის მაამებელი პუტინის მიმართ და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევისკენ მიმართული. ვინმე ჯერა იმის, რომ ხა ბიძინა ივანიშვილი ან რომელიმე ჩინოვნიკი ან სუსი ან რა ვიცი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ან მთავრობა დღეს საქართველოში კორუფციას ებრძვის. ისინი ებრძვიან წილების არასწორ განაწილებას და სწორედ მაგის გამოძახილია რომეო მიქაუტაძის დაპატიმრება, თორე ჩვენ წლების წინ საუბრობდით ამაზე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე კონკრეტული ბრალდებებით, კონკრეტული ფაქტებით საუბრობდით იმაზე, თუ როგორ შოულობდა რომეო მიქაუტაძე და სხვა დანარჩენი ადამიანები მილიონებს და ეს ყველაფერი მიდიოდა როგორც შავყულაბაში, ასევე ნაწილდებოდა იმ ჩინოვნიკებზე, მაგალითად ღარიბაშვილზე და ძალიან ბევრ ადამიანზე იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც რუსული რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ კონკრეტული დროის განმავლობაში. ამიტომ რომეო მიქაუტაძის დაპატიმრება არის პირდაპირ არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ იმ წილების არასწორი გადანაწილება, რომელიც ალბათ შეეშალა ამ მიქაუტაძეს და შემდგომ უკვე არასწორი მიმართულებით გაუშვა ის კორუფციულად მოპოვებული ფულის წილები, რომლებსაც ის წლების განმავლობაში მოიპოვებდა. და ასევე ვკითხავთ, დღეს პრეზიდენტ იკაშვილი დავიდეს პარლამენტში, ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიშები წაერთმეს და თქვენ როგორ ახსენებთ ბიუროს მუშაობას ამ ანგარიშის წარდგენას რამდენი ანტიკორუფციული ბიურო არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი ქვედანაყოფი არაფორმალური, არაკანონიერი ხელისუფლების, რომელსაც ხელმძღვანელობს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ფაქტობრივად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, რომლებზეც კიდევ ვიმეორებ, წეგან თქვი და საუბარი იყო, რომ ეს ადამიანები ჩართული იყვნენ კორუფციულ მორევში, შოულობდნენ მილიონებს, ამას არასაჯაროვებდნენ, არადეკლარირებდნენ და ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა ანტიკორუფციული ბიურო, როგორ შეიძლება ნდობა იყოს დღეს მის მიმართ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, რომელიც ერთი დიდი კორუფციული სინდიკატის შემადგენელი ნაწილია და არა რაიმე სახით ანტიკორუფციული ბიუროს წარმოადგენს. საგამოძიებო კომისიაზე ვკითხავ კიდევ ერთხელ ჩოჩანის ეპიზოდი ძალიან დაინტერესებული, სადაც პროკურორის განხილვის კეთილ დაიბარეს მის კიდევ არის ცნობილი მიღწევა კომისიაზე ამ ეპიზოდის დროს აღვნიშნეთ ჩოჩანაზეს როგორ ფიქრობთ კიდევ ერთხელ გახარებია სულკინის მინისტრი როგორ ფიქრობთ კიდევ უნდა კომისიაზე გამოსადეს ის საერთო თემაზე და უნდა მე აქედან ახლა გიორგი გახარიას ადვოკატად ნამდვილად არ გამოგადგებით, მაგრამ ერთი ფაქტი ღიმილის მომგვრელია უბრალოდ. ესე იგი გახარია ის იაკეთებდა საგუშაგოს, სადაც ჩართული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი გუბერნია, წყალმომარაგების კომპანია, ენერგოპრო ჯორჯია და ყველა ის სტრუქტურა, რომელიც სჭირდებოდა ამ ობიექტის მშენებლობას და ამ საგუშაგოს მშენებლობას და ფაქტობრივად ალბათ გახარიას თვალებახვეული დაყავდა ეს ხალხი თუ რანაირად აკეთებდა ამ ყველაფერს, ხო? ამ ყველაფრის თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო, რა თქმა უნდა, საქმის კურსში იყო ბიძინა ივანიშვილიც და ყველა ის სტრუქტურა, რომელიც დღეს გამოდის და რაღაცა უარყოფას აკეთებს ამ ყველაფრის და ამიტომ კიდევ ვიმეორებ რა, დღეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ ეს იქნება ყოფილი მათი თანაგუნდელი თუ
ეხლა ვითომ არა თუ თანაგუნდელი ნებისმიერი ადამიანის დასჯისთვის ნებისმიერი საკითხი შეუძლიათ გამოიყენონ. ის რომ გახარია მივიდა პირველ სხდომაზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო ყოვლად მეუღებელი და ამით უკვე მან ფაქტობრივად გადადგა ის ნაბიჯი, რომ დაიწყო თანამშრომლობა არაფორმალურ რეჟიმთან, არაკანონიერ რეჟიმთან, ეგრეთ წოდებულ პარლამენტთან და ყველა ის გამოძახილი, რომელიც მან მიიღო, ჩვენ ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რაც უფრო მეტად შეხვალ მის თამაში, ის უფრო მეტად ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაგსაჯოს. ეს მას მის თანაგუნდელების მიმართაც გამოუყენებია და ჩვენ ასეთ ფაქტებს ყოველდღიურად ხედავთ. ასე რომ მოქალაქეები რომელიც იკითხებიან ახლა ამ მომენტში საერთოდ არსებული ტიპი ვეღარ საფიქრებენ. რეალურად თუმცა ადამიანის რომელიც ცხოვრობენ ძალიან დიდი ძალები მიადგათ ხო ასე რომ ვთქვათ. ეს არის ჩვენში გარკვეული ჩვენს რატომ არის ობიექტივი ხარებია ჩვენ რო ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ყოველწლიურად კარგავთ ასობით ჰექტარს, ამაზე იყო საუბარი და ბორდერიზაცია რო გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პროცესში. ის რომ ვინმე საქმის კურსში არ იყო და სუსი ამაზე საქმის კურსში არ იყო, ამას მე ვფიქრობ ნორმალური, პასუხისმგებლიანი მთავრობა არც უნდა აცხადებდეს. ანუ სუსი, რომელიც სტრუქტურაც თავიდან ბოლომდე ჩართულია საოკუპაციო ხაზს მიმდებარე პროცესში და დღეს ამბობს, რომ იქ რაღაცა შაგუშაგო შენდებოდა და ისინი საქმის კურსში არ იყვნენ ამასთან დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ ფაქტობრივად ეს არის თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმე. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ როცა მათ დაჭირდათ კონკრეტული ადამიანის დასჯა, რა ვიცი, ამასაც დავინახავთ გრძელვადიან პროცესში, თუ ეს ასე მოხდება, გამოიყენეს მხოლოდ ამ საკითხისთვის. აი, ზურა გირჩი გახადდეს, ჩვენი პატიმრობა მიესაჯა, გადაწყვეტილება გამოაცხადა მოსამართლემ და თქვენი შეფასება რა იქნება და ასევე ელოდებით თუ არა სხვა ოპოზიციის ლიდერების მიმართ იგივე განაჩენის დადგომას. ეს არის ის, რომ ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენ სახელმწიფოში. ზურა გირჩის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მან რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ასეთი მკაცრი ნაბიჯი, ეგრეთ წოდებული მკაცრი არადა რუსული სახელმწიფოს საოკუპაციო ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები უფრო მეტად მოტივაციას მისცემს, როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის იბრძოლოს ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.